არასამთავრობოები ლობისტურ კომპანიებთან თავრობისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშეკრულებებზე ინფორმაციას აქვეყნებენ. ინტერნეტ საიტ Civil.gis მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ სულ მცირე $1,830,000 ამერიკული დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს. მათ მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას. ასევე დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტების საერთაშორისო გამჭვირვალობისა და სამართლიანი არჩევნების განცხადებაში. არასამთავრობოების განცხადებით ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს ამჟამად თვეში $300,000 ამერიკულ დოლარზე მეტს უხდის 4 ლობისტურ ფირმას. დაქირავებული კომპანიების მოვალეობები მოიცავს ამერიკის კონგრესისა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წევრთა ლობირებას, მედიის მონიტორინგსა და ინფორმაციის მოძიებას, მედიასთან ურთიერთობებს და ციფრული საშუალებებით კამპანიის წარმოებას, მათ შორის ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებას და ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში მხარდამჭერთა ქსელის შექმნას სოციალური მედიისა და ვებგვერდის საშუალებით. აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა საჯარო უნდა გახადონ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულება და არ უნდა დაუშვან აღნიშნულმა საქმიანობამ გადაჭარბებული გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.